მოგესალმებით ესეთ არაჩვეულებრივ ნოტაზე ძვირფასო მაყურებელო 7 წარმატებულ ბედნიერ და სიყვარულით სავსე დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით და ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. მეც მოგესალმებით და უბედნიერეს და უწარმატებულეს დღეს გისურვებთ. და შენ რომ ამ უებთან ერთად ულამაზეს ხარ და ყოველდღიურად ულამაზეს ხდები, რა არის ეს რას მივაწერო? უდიდესი მადლობა. არაჩვეულებრივი ულამაზესი ჩაცმულობა. ხო. და ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს მაკოს ბუტიკი. მაკოს ბუტიკის კიდევ ერთხელ შევახსენებთ. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. კაცების ხაზებით დაიწყეთ ქალბატონო მაკო. დავატეთ. დღეს კი არაჩვეულებრივად დავიწყეთ დღე და მეთანხმებით ფანტასტიკური სიმღერით. ქალბატონი მარიამ ბეგლარიშვილი გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, არაერთი ტექსტისა და სიმღერის ავტორი გახლავთ. სხვათა შორის გოგონათა ანსამბლ მაისის წევრი იყო, იქ უკრავდა ქალბატონი დრამზე, ასევე კლავიშზე. და იყო საზოგადოებრივ არხზე წამყვანიც იყო, მუსიკალური ციკლი მიყავდა და ლეგენდარულ ორერას შესახებ მიყავდა ეს მუსიკალური ციკლი და დიდი პატივია დღეს რომ ჩვენი სტუმარია ქალბატონი მარიამი და მოგბრძანეთ. მოგესალმებით ქალბატონო მარიამ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გვეწვიეთ და ასე პოზიტიურად დაიწყეთ. ფანტასტიკურად გამოიყურებით. დიდი მადლობა. ძალიან ხართ რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. ჩვენ ერთხელ გქონდა უკვე ეს ბედნიერება რომ გსტუმრობდით და დღეს უკვე აგერ მეორედ როგორც შეგვირდი ჯაზით ხარ დღეს ჩვენი სტუმარი და დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი კომპოზიციისთვის. მადლობა არაჩვეულებრივი განწყობა მოგცა საოცრად შესრულებულმა თქვენმა მუსიკალურმა. ძალიან მიხარიათ ესეთი განწყობა მოიტანა. ნამდვილად და აუცილებლად გვაინტერესებს როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური გზა. პირველად დაიწყო ძალიან სასაცილოდ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ხდებოდა 4 წლის ასაკში და ზღაპარი რო იყო თუ გახსოვთ 3 დათვის. კი, როგორ არა, მაგრამ ხო, ეს იყო პირველი შთაგონება, რომ დავჯექი თურმე მე არ მახსოვს კლავიშთან და დავწერე რაღაცა პროგრამული, ანუ თან ყვები, რომ ესე 3 დათვი გამოვიდა სასეირნოდ. ეს პროგრამული იყო, რომ მე როგორც გავარკვიე და მიდის და მიდიან ერთად, მე გაექცათ ეს პატარა ესე იგი ბელი, იქ შეიცვალა ცოტა დინამიკა, ყველაფერი, მე ისევ დაუბრუნდათ, დაიჭირეს თუ რაღაც, მოკლედ იქ ხდება ყველაფერი ეს ამისი აღწერა მიდის. მე ამის შემდგომ ხდება უკვე ის, რომ ძალიან ხშირად დავდიოდით მინერალურ წყლებზე, მასში ჩრდილო კავკასიაში მინერალურ წყლებზე, დანიშნული ქონდა დედას და მე იქ ვისვენებდით და გვიწევდა 9 საათიანი გზის, ესე იგი, გავლა ამ პერიოდში. მამას დავყავდით მანქანით და იმდენად ვერ ვიტანდი მანქანას, რომ აი ამ მანქანაში დედას რო გადაეტანა ყურადღება ამაზე ყველაფერზე. რას აკეთებდა, ესე იგი, ყველა ქართული, ყველა კუთხის აი ამ დამახასიათებელი სიმღერა შეგვასწავლა. თავისი ხმებში გაშლით. მე და ჩემთან. ანუ დედას მუსიკოსი იყო. არა, ფილოლოგია დედა იყო და არ ქონდა შეხება, მაგრამ დედა ყავდა გურული. და ამით ნუ კრიმანჭული იცი, ესე იგი მუსიკალური განათლება გვაქვს. კი, ხო და ნუ მოკლედ ეს მართლა გადამქონდა ამაში, მაგრამ ამასობაში ვისწავლე, აი ბახის მელოდიებსაც კი გვამღერებდა, აი გვეუბნებოდა, აბა მის შეუწყვეთ ხმები. ამან რა მომცა, იცით, ახლა თავიდან მე რაღაცა პოლიფონიურ აზროვნებას მიმაჩვია. და მე ამ დროს ამავე დროს ისმოდა ყოველთვის ნუ ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელს ესმოდა სულ ყურში ქონდა პირველი ჯაზური ანსამბლი რერო დიელო ორერა რომელიც ჯაზს იყენებდა და არაჩვეულებრივ სინთეზს აკეთებდა ესე იგი ქართულ ფესვებთან აი ამ ჯაზური ჰარმონიის და არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი რიტმიკის და ეს ყველაფერი თავიდანვე შემოვიდა, ანუ აი ამ ასაკიდან. და ზოგადად მიმაჩნია, რომ ჯაზის და ქართულის ინტეგრირება, ურთიერთ ინტეგრირება, აი ამან შექმნა ის ტანდემი მუსიკაში, რომელმაც აი ქართულ ესტრადაზე აი ეს წლები ყველაზე სასიკეთო და ყველაზე ესეთი საბედნიერო წლებად აქცია. თქვენი ყავით გოგონათა ანსამბლ მაისის წევრი.
დიახ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, რო გითხრათ ორიენტაცია? ხო, აი იქაც ფაქტობრივად, კაზარიანმა შექმნა ეს მსიურის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ხატული ხელმძღვანელი გახდათ კაზარიანი და მოიწვია რეროს, აი სწორედ ეს ჯაზური ორკესტრიდან მოიწვია მუსიკალური ხელმძღვანელი და ეს გახდათ კონსტანტინ იუშკოვი, რომელიც იყო ტრომბონისტი რეროში. და საოცრად რთულ და არაჩვეულებრივ კომპოზიციებს გვიკეთებდა. ეს იყო 7-8 ხმიანი კომპოზიციები. ეს არ იყო უკვე ბავშვთა ანსამბლი, ეს იყო გოგონათა ანსამბლი და ძალიან რთული შესასრულებელი იყო, მაგრამ ყური იმდენად განვითარდა ამასობაში და ეს ინსტრუმენტებთა გაცნობა მოხდა ასევე აი სიმფო ჯაზის სტილის იყო, ანუ ვიოლინოებიც იყო, ესე იგი ფლეიტები, კლასიკის და ჯაზის სინთეზიც კი გააკეთა ამასობაში, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა და ამანაც ეს პოლიფონია ჩემში კიდევ უფრო გამიღვივა ამ პოლიფონის მიმართ ეს ინტერესის და ალბათ გამივითარა. დიახ, და აი რო გავაგრძელოთ, თქვენ უკრავდით როგორც კლავიშზე, ასევე დრამზე. დიახ, და მღეროდით ან და დამღეროდით. რომელი უფრო აი საკრავები, რომელი უფრო ახლოს იყო თქვენთან? ვერ ვიტყვი, იცით, ახლა აწლეთში ვსწავლობდი კლავიშზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ აი ყველა კლავიშზე ხარ რომ მუშაობ ჩემ კომპოზიციებზე, ყველა ინსტრუმენტს აქვს რაღაც აი მე ჩემი მხრიდან ასე უყურებ. რაღაც პიროვნებაა თითქოს ყველა ინსტრუმენტი და ვესაუბრები და ვსაუბრობ მე ამ ინსტრუმენტებით. ამიტომ ესე ვერ გამოვარჩევ. დიახ, და არის აი თითქოს აი განუმეორებელი და შეუცვლელი ადგილი აქვს ყველა ინსტრუმენტს კომპოზიციაში, რომელსაც ვერ შეცვლი. თქვენი მაინც რომელი იყო? ნუ ალბათ დრამი რაკი ესე, მაგრამ საქსოფონის ძალიან მიყვარს. აი ჩემთვის მაგალითად კლავიში არა, მაგრამ ნუ აი კლავიში და დრამია ძირითადად ჩემი. მარიამ, თქვენ ასევე იყავით მუსიკალური გადაცემების წამყვანი. აი რამ ხელა სხვაობა როგორ განსხვავდება სცენაზე დგომა და თუნდაც გადაცემების წაყვანა და რომელი უფრო თქვენია? სცენაზე ვიდექი მე მაშინ ვიყავი შემსრულებელი. დიახ. და როდესაც დავდექი უკვე ტელევიზიიდან გადაცემები მიმყავდა, უკვე ვიყავი მუსიკალური კრიტიკოსი. და აქ უკვე სულ სხვა ის ქონდა, იცით, დატვირთვა ჩემს აი ამ მოღვაწეობას თუ დავარქმევთ, ჯერ ერთი კრიტიკა ეხლა რო აღარ არსებობს, ძირითადად აღარ არსებობს, იმიტომ რომ შოუ ბიზნესმა ასე წარმართა საქმე და ამაზე მაქვს წიგნი ძალიან მტკივნეული გამოქვეყნებული, რომ ესე იგი შოუ ბიზნესის აი ამ ესე იგი პოპულარიზების მიმართ ძალიან დიდი ის იყო, იცით, როგორ გითხრათ, ინტერესი ადამიანის და აი ხელოვნებამ ცოტა უკან დაიწია ამ ხრივ. და რას გულისხმობთ, კრიტიკა არ არსებობს? კრიტიკა არ არსებობს ამ შემთხვევაში. ამის ბრალია? იცით რა, ზოგს მიაჩნია და უმეტესობას, რომ კრიტიკა არის მხოლოდ უარყოფითი. ამ დროს ეს არის ხელოვნების დარგი, რომელიც ისწავლება კონსერვატორიაში, მეც დავამთავრე კონსერვატორიაში და ის ემსახურება ხელოვნების რომელიმე დარგის, რომელშიც ის ესე იგი მოღვაწეობს, იმის რაფინირებას, მის დახვეწას. ჯანსაღი ყოველთვის კარგია. დიახ. რა თქმა უნდა. და მიაჩნიათ, ეს არის შეფასება უბრალოდ. კინოკრიტიკოსი იქნება ეს თეატრის თუ მუსიკის თუ ლიტერატურის. და აი სხვანაირად აღიქმება. ამის თქმა მინდა. გიერთდებით, ნამდვილად აუცილებელია კრიტიკა. აი ყოფილა თქვენს კრიტიკაზე ისეთი აღქმა, რაც გახსოვთ ესეთ მკაფიოთ უფრო? რეცენზიებს დაგიწერეთ. კი, რეცენზიებს წერდი, კი. ყოფილა. აი ყოფილა ისეთი შემთხვევა თქვენს პრაქტიკაში, რომ დაგიწერიათ რეცენზია და ვერ მიუღია. ან არ მიუღია. ხო, ან არ მიუღია. არა, ასეთი არ ყოფილა. არა, უბრალოდ აი გადაცემებში ვცდილობდი რომ მეთქვა ის, რაც მე მткиოდა. ლეგენდარული ორერა. დიახ. ამის შესახებ მიყავდათ გადაცემა. გამოარჩევდით რომელიმე გადაცემას, იგივე ამ ციკლიდან, რომელიც თქვენ მიყავდათ, რომელი იყო გამოსარჩევი. არა, აი ორერაზე გავაკეთე საიუბილეო გადაცემა. ეს იყო 35 წელი შეუსრულდა ორერას, მაშინ მეც 35 წელი შემისრულდა, გადაცემა გამოვიდა 35 წუთიანი და ძალიან ესე დაემთხვა რაღაც ყველაფერი და მთელი არქივი იყო ჩემთან, იცით, აი როგორც ტელე, რადიო, პრესა, ყველაფერი და აი უდიდესი სიამოვნებით ვიმუშავე ამ ანსამბლის წარმოჩინებაზე, იმიტომ რომ ეს იყო აი სწორედ ის, რასაც დასაწყისში ვამბობდი, ეს იყო ქართულ ფესვებთან
არაჩვეულებრივი სინთეზი მუცხოვრის, რომელსაც ახლა ვინატრებდი როგორც მუსიკალური შემფასებელი და სამწუხაროდ ისე ხშირად არ ხდება ეს. და ქალბატონო მარიამ, როდიდან დაიწყეთ სიმღერების და ტექსტების წერა? რა ასაკიდან? დაახლოებით 2017 წლიდან, კი არა, ზუსტად ამ დროს და როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ეს იყო წელი თურმე, როცა აი თუ რამე მოგეცემოდა ახალი, აუცილებლად უნდა მიგეყვანა ბოლომდე. და რაღაც მენიშნა და ნუ აი რაღაცნაირად თან ამასობაში გამომიმუშავდა ეს რაღაცა პროფესიული ემპათია, შემიძლია ასე დავარქვა, რომ რა კი ეს ყველაფერი გავიარე, აი უკვე მუსიკოსებთან ურთიერთობაში და მათი ნაწარმოებების აღქმაში ძალიან მეხმარება ეს ყველაფერი, რაც მანამდე გავიარე. აი როცა უკვე ვქმნი. ზუსტად ეს მაინტერესებს, როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი? მარტივად მოდის იდეები? ძალიან. თუ სიყვარული არის ის, რაც გაწერინებთ ტექსტებს, სიმღერებს? კი, აი მარტივად მოდის რა მხრივ ვიცით, მოდის თემატიკა და იმ თემაზე იწერება, ანუ ტექსტი და მუსიკა ერთად მოდის, თემა მოდის. ეს არის ძალიან საინტერესო და ადვილად იწერება. მუსიკის გარდა თქვენ უკვე 40 წელია აღმოსავლური მედიცინით ხართ დაკავებული და თქვენი ნიჭი ამ ხრივ იქნებ გაგვაცნოთ ჩვენს და საზოგადოებასაც. ხო, ნუ ესე იგი რა კი აღმომაჩნდა ეს ბიოველი სამკურნალო დოზით. უკვე საჭირო იყო, რომ შემესწავლა ეს სპეციალობა თავიდან ბოლომდე, ანუ აღმოსავლური მედიცინა, ფილოსოფიაზე დაყრდნობილი, იმიტომ რომ მითხრა რევას ხომერიკმა, რომელიც არის ძალიან სოფლიო დონის შეიძლება ითქვას ბიოფიზიკოსი და მან მანდო თავისი ბიოსაკოორდინაციო ცენტრი, მისი ექსპერტი ვიყავი, იმიტომ რომ წერდი სტატიებს ამასთან დაკავშირებით, მაინტერესებდა თეორიულად. და მითხრა რომ თუ არ ისწავლი თეორიულად, დააზიანებ ადამიანს. არ შეიძლება მკურნალობა. და ძალაუნებურად ასე გამოვიდა, მაგრამ ნუ უკვე 40 წელია ასე გამოვიდა, რომ ჩემ თავს ვეხმარებოდი, ახლობლებს ვეხმარებოდი, თეორიულად რაღაცას ვაკეთებდი და ჩვენ ვიცით, რომ ასევე ბავშვი ყავთ განკურნებული, ხომ დიაბეტისგან? აი ესეც იცი. აი რომ გვიამბოთ ამის შესახებ, როგორ მოხდა ბევრი კარგი ინფორმატორი, კეთილი ინფორმატორები ყავს ჩვენ. ბევრი არა, სოფიშვეც მხოლოდ ბავშვი არა, ბევრი მყავს განკურნებული და ეს არის, ნუ ეს გამოცდილებაზე იყო, რა თქმა უნდა და მე ცოტა ხანს დავანებე თავი, იმიტომ რომ ნუ ამბობდნენ, რომ 50 წლის ასაკამდე არ არის სასურველი, რომ გასცე ენერგია, ცოტა დავსუსტი იმ პერიოდში და მე უკვე თეორიულ მუშაობაზე გადავედი. ეზოთერიკასთანაც ახლოს ხართ, როგორც კი, ეს ერთად არის ყველაფერი კომპლექსი. ამიტომ გითხეთ. კომპლექსია. თუ შეიძლება რომ რაღაც დეტალებში ჩავიდეთ ცოტა, თქვენს ენერგიას როგორ იყენებთ ამ შემთხვევაში? განკურნება ხდება რეალურად, მაგრამ რეალურად ხდება განკურნება ხელებით, ხომ? სავარაუდოდ. ხელებით გადაცემით. ხელებით არა, მე რამდენი პროცენტი აკუპუნქტურა არსებობს კიდევ გარდა უკონტაქტო ბიომასაჟისა არსებობს კიდევ ხო კონტაქტური და ეს ყველაფერი ამას სწავლობს აღმოსავლური მედიცინა და ზოგადად ენერგია ხო არის ყველაფერი. აი ამ ენერგიებს სწავლობს ჩვენს გარემოშიც და ჩვენშიც. ჩვენს ყველაფერი ენერგია, ჩვენი ორგანოები ასხივებენ სიხშირეებს, რომლებიც არიან, რომლებიც ბგერებია თავისთავად. ეხლა მუსიკას მინდა დავუკავშირო კიდე. ანუ ხა წარმოგიდგენთ ღვიძლი, აქვს ბგერა. დიახ. ჩვენს ემოციას აქვს ბგერა. ეს როგორ? სიყვარულს აქვს ბგერა. ხო და აი გასაგებია. და პირველად იყო ბგერა, ხო არის ნათქვამი, სიტყვა, მაგრამ სინამდვილეში ბგერა იყო პირველი, იმიტომ რომ ჯერ ბგერაა და მერე სიტყვა. და აი ამიტომ ეს ყველაფერს მოიცავს, იცით? აი როგორც იქნა ბოლოს დაუკავშირე მუსიკასაც ეს, იმიტომ რომ ესე იგი გამოდის რომ მთელი სამყარო არის ბგერები, მთელი სამყარო არის სიხშირეები და ამიტომ და ეს ყველაფერი რომ სიყვარულით არის შექმნილი უფლის მიერ და უფალმა შექმნა იმისათვის რომ ჩვენ კომფორტულად კი არ ვიცხოვროთ, არამედ სიყვარულში ვიცხოვროთ ერთმანეთის დახმარებით. აი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. და დაახლოებით რომ აი უფრო გასაგები რო გახდეს პრაქტიკაში როგორ ხდება მკურნალობა აი. მე ვასწავლი ხშირად აი ყველაზე კარგი რა არის იცით აი პრევენციისთვის რომ ადამიანს ასწავლო საკუთარი ენერგიის ჯერ ხედვა რომ მართოს მერე. აი წარმოსახვას თუ განავითარებთ, როცა კარგად ხართ, მანამ რაიმე შეგაწუხეთ.
იმიტომ რომ როცა რაღაც გაწუხებთ, არაფრის თავი არ გვაქვს ხო მაშინ. ანუ როცა კარგად ვართ, არსებობს რაღაც ძალიან იული ვარჯიშები. აი მაგალითად შემოდით ხართ ოთახში და ეხა ესეთი რაღაც მოწყობილობა ნებისმიერი. დაინახეთ, მერე გახვედით, მერე დაიხსომეთ, გაიხსენეთ და აი ეს აღქმას ვიზუალიზაციაზე მუშაობს. ჩვენ ამ ყურადღების სავარჯიშოს, ეგრეთ წოდებულ ყურადღების სავარჯიშოდ აღვიქონდით, გავდიოდით კიდეც სწავლების დროს, რომ ვიშვებდნენ ოთახიდან, მერე შემოვიდოდით სხვადასხვა ძალიან კარგი ეს ავითარებს ძალიან. კი, მაგრამ რა კავშირშია ამ ყველაფერთან? რა კავშირშია და გეტყვით, როგორ უნდა ავირიდო ინსულტი თავიდან, თუ კი პროვოცირება არსებობს ამის ორგანიზმში და პირველ ნიშნებს ვერ ხვდები. მე მაგალითად თქვენ გაქვთ ამის ნიჭი და მიხვდებით. აი, როგორ შეიძლება რომ ამ ენერგიას ყველას არ აქვს. ხო, ჩვენ გვასწავლეთ როგორ ავირიდოთ მაგალითად თავიდან, ხო? კი, აი ხა თავიდან აი რატო გითხარით? ამ გერებს ხო ჩვენ ვერ ვიგებთ. თავიდან არა, გერებზეც არ არის, ეს უფრო მარტივია. ესე იგი, ჯერ ამას ეროი ვარჯიშებთ, ხო? ეს მიუყვეთ ახლა თანმიმდევრულად. მერე ამას წარმოიდგენ თქვენში რო ენერგია, მაგალითად წნევა, ხო არის ზედმეტი ენერგია, არის ნაკლები ენერგია და ზედმეტი. ყველაფერი ძალიან მარტივად არის, იოლად, როგორც ყველაფერი გენიალური და წნევა, აი თქვათ, ავიდა თავში. სფეროსებურად წარმოიდგინეთ, გაჩერდა და თქვენ ამ დროს უკვე შეგიძლიათ წარმოისახოთ, რომ იქ არ გააჩეროთ ეს რაღაც ზედმეტი და აი სუნთქვის საშუალებით, ვიზუალიზაციის საშუალებით აქ მოხსენით ბლოკები და ჩამოვიდა ეს. არც ისეთი რთულია ხოთაშორის. და ინსულტზე რომ მითხარით, ვიზუალიზაციას პლუს სუნთქვითი ტექნიკები რეალურად, ხო? არა, ტექნიკაც არ უნდა იცით. აი, მოდ გამოისუნთქეთ და გამოვა ის. თქვენ მიჩნიეთ რომ გამოვიდა და გამოვა, მიხვდით? გასაგები. ხო, თუმცა ეს ასეთი მარტივი არა. და ინსულტის დროს არ არის მარტივი, როცა აკეთებთ ამანამდე ამას. მერე უკვე მარტივდება, იმიტომ გითხარით, ჯერ პირველი საფეხური არის ეს. გამიგეთ, რომ იცოდე უნდა ისწავლო. ხო? ან რო აკეთო უნდა იცოდე, რო იცოდე უნდა ისწავლო. ამიტომ ეს სამი აუცილებელი ამბავია. აღიქვა საინტერესოა თქვენი მოსაზრება. აღმოსავლურ მედიცინას უფრო შეუძლია ადამიანის განკურნება თუ კარგ მუსიკას? აი, მაგაზე უკვე გეპასუხეთ. ანუ ყველაფერი მუსიკაა და ყველაფერი სიყვარულშია. მაშინ ვერ გაგიშვებთ კიდევ ერთხელ უნდა აუცილებლად ჩვენ გვჭირდება განკურნება. აუცილებლად. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ ამაში. ხო, ხაბატონი. ხაბატონი მარიამ ბეგლარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი ამ ბლოკის არაჩვეულებრივი და საინტერესო. დიდი მადლობა თქვენ. ამბები სხვათა შორის და სცენა ხაბატონო მარიამ თქვენს განკარგულებაშია გელოდებით კიდევ სიმღერის შემდეგ გავალთ რეკლამაზე გეკნო. რეკლამაზე და მალე დავბრუნდებით. არ გადართოთ. ლამის სახლში შემოიჭრას თუთა ლამის თავზე გადამისვას ხელი და მიძახებს თვალს ჩამიგრავს მუდამ ხე მაღალი ხეზურ მუხტის ფერი რა ჩურჩული ესმით ხურთაჯენთა რა ჩურჩული დამდაგველი მათველი ლამის სახლში შემოიჭრას თუთა ლამის წელზე შემომხვიოს ხელი შემომხვიოს ლამის სახლში შემოვიდა